თავარი ბიჭები ბრუნდება ეთერში მე შეგახსენებ ჩვენი სპონსორია Bet-Market-ი ლიდერ ბეთისგან დღევანდელი ჩვენი შოუს სტუმარი გახლავთ იუმორისტი კი ბატონო ტელეწამყვანი კი ბატონო შოუმენი ეგეც და უბრალოდ ძალიან რეჟისორიც კი ბატონო და უბრალოდ ძალიან მაგარი ორატორი მიშა მშვილდაძე ისეთ ვიტროა გამოვე. აბარა შოუს პირველადი ასე თქვათ ფუნქცია არის რომ ადამიანებისთვის შეფასება აწიოს. ვაუ. აქედან ვიცი. დამსახურებულად თან. რა თქმა უნდა, რა პირველ რიგში დამსახურებულად აქ შინაგანი ერექცია. ხო. დამსახურებულად აქ როგორც ახლა თანამედროვე ახალგაზრდობა იყო და keyword-ი იყო. მიშა, როგორ ახარ? ხმედ. გადაცემაზე ვუთხრათ შენს შოუში. რა ხდება, როგორ არის ამბები? ჩვენ კი გიყურებთ, ძალიან ვიცით. მარტო ვიცით. ჯერ უნდა თქვათ, რომ შენი აი ფანები ვართ. შეიძლება მე ხარ როგორც უბრალო ადამიანი და რესპონდენტი ისე გეკითხები, როგორ მოგივიდათ ეგ იდეა და რამდენად საინტერესოა შენთვის ამ ყველაფრის კეთება? გეტყვი. ძალიან კარგია. ამასობაში რა კაი საინტერესო კითხვა გამოაცხო? კი. ეს night show-ს ფორმატი ძალიან საინტერესოა რა. თავისთავად და პლუს არის როგორ თქვა? აი ერთ-ერთი ისეთი ყველაზე აქტუალური სატელევიზიო ფორმატი არის რა დღეს. მოკლედ, თავარი ამბავი რა არის, რომ Facebook-მა მოიტანა ეგეთი სიახლე, რომ პოლიტიკით დაინტერესდნენ და საერთოდ ამბებით დაინტერესდნენ ტიპები, რომლებსაც აქამდე ეკიდათ. ხო. საერთოდ არ აინტერესებდათ რა და ამიტომ ვინც არა ესე ვთქვათ კლასიკურ სატელევიზიო ფორმატებში უნდა განსხვავებულად რაღაც ინფორმაციას აწვდის ამ ტიპების მიმართ ინტერესი გაიზარდა რა და მეც ამ სფეროს უტრიალებდი გარშემო რა რაღაცა რამდენი რაღაც გვიკეთებია და რაღაცა მე სულ მქონდა ეს იდეა რომ ერთი ხوار გავაკეთე სადაც მე თვითონ ვიბაზარებ. ისედაც ვლაპარაკობ ამ ყველაფერს და ბარემ ხელფასის ხო არ ავიღო ამაში, იმიტომ რომ შენ ყოველთვის გონდა. არა, მეცაც გეტყვი, ბარემ ხელფასსაც ისედაც იღებდა, მაგრამ საქმე ბარემ ხო არ გააკეთეს რამე. ბარემ ხორდა საბოლოო ჯამში ისე გამოდა საკუთარ ტელევიზიაში მოკლედ დავიწყე, გავბედე. კი, ხო და თან ნუ არის ეგეთი ფორმატი ჯონ ოლივერის შოუ ქვია. ყველაზე მეტად რასაც გავს შემი გააცემა და აი იმანაც მოცა რაღაც ისო ჯონ სტიუარტსაც ძალიან გავს. ჯონ სტიუარტსაც გავს, კი. გავს თავის ფორმატი. გავს რაღაც ფორმატი ჯონ ოლივერსაც გავს. ერთი ხარ იქაც. მეორე ნაწილია ჩაანალიზების ფორმატი, უფრო ანუ რაღაც თემას რო იღებ. არა იმ კონკრეტულ ერთს რაღაცას, ანუ რაღაც თემას რო იღებ და ეს მომეწონა ყველა ძალიან რა, რომ შეგიძლია რაღაც თემა აიღო და იმაზე ერთი ხუმრობა, ორი ხუმრობა, ხუმრობათა სერია კი არ ხო, აი გრძელი სპიჩი თქვა, რომელშიც გარდა იმისა დაცინებ, გარდა იმისა ხუმრობაზე, გარდა იმისა რაღაცა ამბავსაც მოყვები და შენ პოზიციას ჩამოაყალიბებ რა და იმიტომ რომ მართლა აუ ერთ-ერთი თავარი მუღამი რა არის რომ შოუში შენ ამინდის პროგნოზი გააქვს? არა. ხო და გავაკეთე. შორის მაგაზე უნდა გავაკეთოთ. არა, შენ არ იქნება ცუდი. და ახლა ჩვენი სამი პარტნიორი ამინდის პროგნოზს ამინდის პროგნოზე გამახსენდა ახლა ერთი ამბავი. ერთი არხი გვაქვს რა, საპატრიარქოს არხი ერთსულოვნება. არის ასეთი. კი ბატონო. ეხლა არ ვიცი ისევ ეგრე არის თუ არა, მაგრამ რამდენიმე წლის წინ მაქვს ნანახი რომ ამინდის პროგნოზს როგორ აცხადებდნენ, იცი? არა, მე სხვათა შორის ვარ. აი, ვიფიქრე. ბიჭო რა კაი. ხალთის ეპარქია 17-26 გრამ. შემოქმედის ეპარქია 24-26 ცვალებადი მოგება. დამასხეობა. არა, ეპარქია. რაღაც ეპარქიასთან ის რეპრიზა უნდა რომ ცოტა ილოცეთ ძმებოთო. მინდა და ხოლმე დამერეკა რა, მარდა მეკითხა რომ ბოდიში ამინდის პროგნოზი გამოუჩა და ხალთის ეპარქიაში ამინდა ხოლმე დღეს. არც ერთხელ არ მიკუნის. ჯერ. და ბოლოს, და ესე მთავრდება, და ბოლოს მცხეთა თბილისი. და ბოლოს მცხეთა თბილისი. კი, მცხეთა თბილისი ერთია. პრინციპი სწორია. აი, თბილისში და მცხეთაში ხო შეუძლია სხვადასხვა ტემპერატურა რო იყოს. ხო, შენ ატომას ხო, ერთ გავერთიანო, ატომას ერთი იქნება. მე მიყვარს, ეგ არხი მიყვარს. აი, მაგას ერთი ვიცი კიდე უფრო უცნაური იყო ეს. ჩვენ რაღაც გააცემის ქუდს. იცი ის მუსიკა ედო. Smashing Pumpkins. Tonight. Oh my God. არ ვიცი. რატო ხდება ხოლმე? მიშა ეხა ეგ რატო ხდება? იმიტომ რომ
იმიტომ რომ ნახე, ეხა ეკრანზე ვინ ჩანს ხო კიდე სხვა პონტი არის რა ტელევიზიისთვის და მემონტაჟე ხო ვინც არის. ის ხო მემონტაჟე ხო არ არის საპატრიარქოს ტელევიზიის მემონტაჟე. მემონტაჟე არის მემონტაჟე და ხან მუშაობს საპატრიარქოს თუ სხვა რელიგიას ეკუთვნის ხო? სხვა რელიგიას ეკუთვნის იგი და რელიგია. ის მუსიკა ევასებოდა რა tonight. დაადო. ეგ იცი დაახლოებით რას გავს აი რესტორანში რო შედიხარ და იქ ხა მუსიკოსები რო დაგხვდებიან რომლებისთვისაც ხა ის არის გარკვეულწილად ხერის რესტორანში იმიტომ რომ ფული გააკეთოს მაგრამ ხანახა რო ცოტა დალევს თავისი გემოვნებითაც მოუნდება გაიგე და ხა ძველი როკ-ენ-როლში კი კაცია გაიგე და უცბად დადგება და აი ძალიან ლოთიანად ოღონ თან რო არ დაკარგოს მაყურებელი დაიწყებს and nothing else matters. აი სევდიანად ქართულად მაგრამ nothing else matters. მე უფრო ბანალური ამბავი ვიცი რა და უკრეს, მაგრამ მოგიყვები ვარ. კუპეში ვარ რა რაღაცა ჩვენთვის ვარ და გვერდზე კუპეში არიან ვიღაც ტიპები. ჩვენ ვართ შესული საზანდარი იყო უნივერსიტეტის ვაკის გვერდზე. აი იყო როგორი რამე იცი, გვერდზე იყო ციურიხი, იქ შედიოდნენ სტუდენტები, იაფი. მე გეტყვი. აქეთ იყო იმის ქვეშ, ექსესის ქვეშ, ისა, რა ქვია, მან საფენოვანე. და აი ეს იყო, აი თუ ისეთი მდიდარი იყავი, რომ ყოველდღე რამე უნდა შეჭამა. გვერდზე კუპეში იქ ეთყობა მდიდრები გულაობდნენ რა, იმიტომ რომ მუსიკა არ გაჩერებულა, დოლგარმონი ყავ ჩაყვე ტირირირირირირირირ. მუსიკა ფული ღირდა მაშინ მეგობრო. არ გაჩერებულა მთელი საღამო რა და აკრევინეს ყველაფერი ცრემლები, ყველაფერი, მთელი ეგ რეპერტუარი რაც იქ და აი იმღერეს ამათა ერთად ცალკე ისინი ამღერეს, მე ყველა მერტად იმღერეს მე და გზა და გვილოცა ეგეს ყველაფერი და ბოლოს ეთყობა ერთი იყო ჯიგარსონა რა, ვინც გადიოდნენ მორჩნენ იქ და გასულისას თქვა რომ ეხლაო ჩვენო გავალთო მუსიკოსებს ეუბნება და აი თქვენო მთელი საღამო უკრავთო რა ჩვენ გვისწორდებაო რა და აიო ქვენ რაც გაგისწორდებათო? აი ეს დაუყარითო რა. დოლი, გარმონი, კლარნეტი, კლასიკა არის რა. და გავიდე და ეხა მაგრა დავინტერესდება. აი ვასებად რას დაუკრავენ? პროფესიონალის საუნდტრეკი დაუგრეს. მაგ ინსტრუმენტები გიყურებოდა. ენიო მორიკონე. საზანდარში დოლი, გარმონი, კლარნეტი. აუ და რა კარგი იქნება. მე სიამოვნებით მოვსწრე. დარწმუნებული ვარ რომ ვერც ერთი ერი ვერ შეძლებდა თავისი ბელმონტო ვერტალიო ვერტრენი. აუ რა კარგი. ლეველს მიხსოვ. აუ ისე მომინდა ხა მაქსიმუმ მე მივხვდი რატო გაქვს რა ნოსტალგია იმ წარსულის. აი ეგეთი რაღაცების გან. არა, წარსული ჩვენი დროის ნოსტალგია გვაქვს. ხო, რა თქმა უნდა. მომავალი ჯობია წარსულს. რამე მოსაყვალი ხო არ ნებისმიერ თემაზე მიხადა მოყვა. სპორტზე გითხარი, სპორტის კომაგი ხო ხარ, მაგარი თან. ხო. ძალიან ხო გიყვარს. ვილისანიოლი იქნება ტრენერი. აუ აი რა გახსენა ვილისანიოლი რატო გახსენდა ბიჭო უბიაშვილს რა გაახსენა თორე მე კაი ნაკრების უცხოელა დანიელს გამახსენა ეგ არის ჩვენი ნაკრების მაგითო აბა მე გიწარმოწე არიცოდი ვილისანიოლი დაინიშნა საქართველოს ნაკრებში როგორი მე მინდა ლევან კობიაშვილს მივესალმო როგორ ახლა აღადროს სინამდვილე არ არის ეგრე რა 4 წელია კი არ უმუშავია მაგრამ მანამდე მუშაობდა არმატები ნუ ბორდოში იყო წელიწადნახევარი მე გაუშვეს მაგრამ ხა წელიწადნახევარი რომ გაძლებს ესე იგი ნუ რაღაცა შეუძლია რა და საფრანგეთის ახალგაზრდულის 21 წლების წვრთნელიც იყო მე როგორც ამბობენ რაღაც ოჯახური პრობლემები ჰქონდა და ცოტა ხანი ჩამოშორდა ფეხბურთს და ეხლა დაბრუნდა, იმიტომ რომ საქართველოს გაუგია თურმე რომ ძალიან მაგარი ქვეყანა არისო, მაგარი. ღვინო იციანო, როგორც ჩვენთანო, გაიგე? როგორც ჩვენთანო ზუსტად. ვა, ეგრე ღვინოსო პატრონობენო და ჩამოვიდა აი როგორც რაგბიო, კლოდსორელმაო, ქართული რაგბის ამბავიო, ისე მე ხო ისე ფეხბურთსეო და ვილისანიოლი იქნება საქართველოს ნაკრების მწვრთნელი. შვენიერი ამბით ხარ მოსული. ხო. საოცარი. გაგეხარდა? მე მინდა ილოს და ნიკას გითხრათ, რომ აქ ჩვენ მიშას ვერ მოვდრიკავთ, სანამ თამაშებზე აუცილებელია. რაღაცა უნდა მოახერხოთ ამ ამბავს. ყომარი შევთავაზოთ. რა ყომარია? კარგი მაშინ. დავიწყო. კარგია.
მას ასე ბატონო მიხეილ, ჩვენ ახლა ვიმყოფებით ლიდერგეთის ოთახში და ჩვენ უნდა ერთი ძალიან ლამაზი თამაში ჩავატაროთ ასე ვთქვა. სანამ გაგზავნით დავაზუსტებ თუ ეს ლბ რო წერია ეს ზუსტად უნდა იცოდე ეს არის ლამაზი ბიჭები. ამის გამარტება. ანუ ჩვენ ლამაზ თამაშს თავაზობთ ლამაზ ბიჭებთან ერთად. ამ თამაშს ქვია მე ესე დავარქვი მიდი მოვდივარ. რაში მდგომარეობ? ლაკაი. შენ თამაშია. შენ გამოდიხარ ტრიბუნაზე, შენთვის ალბათ უცხო იქნება, ეხლა მიტინგზე წარდგომა და რაღაცა რეჩების თქმა. შენ გამოდიხარ ხერხული სიტუაცია შეგვექმნა. დისკომფორტი შეგვექმნა. შენ გამოდიხარ, შენ ნამდვილ სათქმას იძახი, უბრალოდ ჩვენ რაღაცა სიტყვებს შემოგაშველებ. დებიუტი გაქვს ფაქტიურად. და მე აუცილებლად უნდა გამოვიყენო ეს. სხვა გზა არ გაქვს. ჩვენ შენთან ერთად ვდგავართ აქციაზე მიშა მარკო არ ახარ ბოლომდე შენს გვერდით აი ისოდ განახომე უკან ეგენი ვარ ჩვენ. რაც არ მოგწონს, არ მოგწონს ჩვენ. რაც მოგწონს, მოგწონს ჩვენ. წავედით. აბა? ჰა, საგაუშვიდობის მეგობრებო. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, ყველა მიცით რატომ? შევიკრიბეთ იმისთვის, რომ გავაპროტესტოთ. გავაპროტესტოთ ის რაც ხდება და რაც არ გვინდა რომ ხდებოდეს, იმიტომ რომ ის რაც ხდება, არ უნდა ხდებოდეს. საქართველო არ არის მარტო თბილისი. და საქართველოს პრობლემის მოგვარება ამიტომ არ უნდა დავიწყოთ თბილისის ცენტრალური უბნებიდან. გულისხმობ ახალ სატრანსპორტო პოლიტიკას, რომელიც სადა ჩვენმა მერმა კახა კალაძემ. კახა კალაძეს უნდოდა რომ ჭავჭავაძეზე გაეკეთებინა მილანი, მაგრამ გამოუვიდა წნორის მილანი. წნორი საქართველოა მეგობრებო. წნორი საქართველოა. ჩვენ გვინდა მილანი წნორში, მადრიდი ბოლნიში, ბერლინი, ზესტაფონში და ლევერკუზენი. თბილისი არის დემოკრატიული, განვითარებული, თანამედროვე საქართველოს დედაქალაქი და არა ისტორიული ვახტანგ გორგასლის ჩახოხბილი. ატალია! მე დღეს ვერ ჩავჯდები შპაგატში. მაგრამ თუ სამშობლოს დაჭირდა, ყირაზეც გადავალ, ჩიპსაც გამოვაჩენ. და ისედაც ვიტყვით თქვენზე რომ სკლოგინით გასხდები. კი, ისედაც იყო. კარგი იყო, და კარგი იყო. ხარი ბაშილო! ხელი ღამე! სლოგინი არ მოგასწორებს. სლოგინი არ მოგასწორებს. მიტინგის აბა მე მინდოდა რომ დღეს ძალიან ბევრი ადამიანი შევკრებილიყავით და ამიტომ ჩავიცვი მოკლე კამერა. მაქსიმალური დასწრება რომ ყოფილი. მაქსიმალ რომ არ დარჩა იყო სახში. მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ უნდა შევიკრიბოთ გაცილებით მეტნი, ვიდრე დღეს ვართ და დავამხოთ ხელისუფლება, რომელიც მახატის შიგრის გარდა არაფერს დაგებებს. ოღონდ ეხლა შეცვალეს რა, აქამდე იყო ხელისუფლება, რომელიც მახატს იყრიდნენ. ეხლა მოიყვანეს სადისტი, რომელსაც მახატი აქეთ უნდა რომ გაგვიყაროს. ვერე ღირსები გარიბაშილო. ვერე ღირსები. ყოველთვის ერთი დღე იქნება საჭირო, ერთი 100 დღე, 1000 დღე იქნება, 1000 დღე დავდგები ტრიბუნასთან გახვით ქული. გახვით ქული გავახო. და ჩემი ძუძუები შეგიძლიათ წარმოიდგინოთ. ბიძინა მიყვარხარ. როგორც ქრისტიანს მოყვასი. როგორც ერთი დაბნეული თანამოქალაქე
რომელმაც მთელი ცხოვრება იწვალე, რომ ის ქონოდა რაც ეხლა გაქვს და ეხლა ისე იქცევი, რომ აღარაფერი აღარ დაგჭეს. ამისთვის არ მემეტევი. მიყვარხარ ბიზნა, მიყვარხარ ბიშა. შვენიერი დასაწყისია. ბიზნა, არ მიყვარხარ ბიზნა. არ დაიჯერო. ეს თამაშის ბაზარია ბიზი. თამაში კონტია. შენთვის ბიზია, ხო? ბიზ. კარგი, ჩვენ ძალიან მალე უფრო მაგარი თამაშით დაგიბრუნდებით. ეხლა ჩვენ ბატონო მიშა შემოგთავაზებ პოეზიის საღამოს. პოეზიის რამდენიმე წუთი, ასე ქვია. ჩვენს მეგობარ დანიშთან ერთად. მეგობარი, მეგობარს ვეღარ დავარქმევდი, ჩვენი ძმა კაცი. წყლი და ხორცია. ჩვენი ძალიან ახლობელი ადამიანი, რომელიც თავისებურად ხედავს ჩვენს სიმღერებს, პოეზიას, საერთოდ ყველაფერს. მის ყურში გაჟღერდება, ძირთად ესე იყო ხოლმე, რომ სიმღერა გაჟღერდებოდა და ჩვენ უნდა გამოგვეცნო რას მღერის დანიში, ეხლა გართულდა მიშა. მელოდია. არანაირი მელოდია, ეხლა მხოლოდ პოეზია. პოეზია. ზად თუ ვართ შეგვიძლია დანის პირველი ლექსი დავაწყებინოთ და მოусმინოთ. ოჰო. საკალუცური ჩერბაცი შედამბოც ნემასი. მე ვიცი დედას. რატო იცი დაჭი? განაირად ის. პირველი ვე. შემაჩი შემოდოს. ეგ აი უეჭველი ეგ არის. დასხ მაიცა კვაცარი ვიცი რა კერია. ვიცი, შენ მიხვდირა მე. რა არის? მე დანიშთან ერთად გავიმეორე. საქართველოში იბადებოდნენ და მე უნდა უხდნენ ამაზე. პირველივე სიტყვაზე ბრავო. სანამ არის მიუღწევადი ჩანს და როცა გაიგებ როგორი მარტო. საქართველოში იბადებოდნენ. კი ბატონო. მე პატარა ჟილკობას გავცემ ხა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით დანიში როგორ ასრულებს სიმღერებს და ჩვენ არა მე ქვია მაგას. მეც და მე თქვა რომ ეხლა ვერ გამოვიცანი. დეკოდერი ეხლა მეცმავს. ამიტომ მის მელოდია ვიცით ასე თუ ის. ალღო უნდა ავუღოთ რა. ოკეი, შემდეგი ლექსი. თოჩიციან ზებინებია. იგერია. სექცერობეცო კეკოდოცი. მურმაჩოცინა. ხო, მაგჟანშია. კეცებია. სახიძულუბანის მონოლოგია. მოჩი. კეტრირეკი, მატერიკი. ოკლეკეკეკე. გვენსო ნომერი. გვენსო ნომერია. ცვეცირეი. ცვეჩიო. გოქნოლები, ნეტლები. გვეჩორჩტადი. გენა. ეს ვიცო, არჩევილია. უკვე ძალიან სასაცილო რაღაცა საკეთებს. ეს კაცი განა რის. ჯარაჰე. ქარიქის. ოჩა. მემგონი ყოჩა, ქარიქრის. არა, რითი ეგარი? არა, ქარიქრის. ბიჭო, აი თავიდანვე ეგრე დაიწყოთ, არა? არა, სხვანაირად იტყოდა შეჭა. არა, დამიჯერე. ეგრის. ნუ სიო მაინც უბერავს. გაუშვით თუ შეიძლება ორიგინალი. ჩვენისთანა ბედნიერი. რა ერთი კითხვა უნდა დავსვრო, ანუ დანიში, ანუ მის ქვეყანაშიც ლექსები ასე იკითხება? თუ ჩვენ ამბავს ალღო, იმიტომ რომ აი ეს პოეტურია. შემდეგი ლექსი. ზუსტია რომ აი შემდეგი ლექსი გამოვუშვით, ანგარიში გათანაბრდა. როგორც აწვიმარ სილაში. კვოცეროს რომელაცი სვერდახნახცინო ქნებასი. მუსიკალი უზენახსი, ნემასი. ანაკავი. სიყვარულო დარასწორდა. ლექსებსაც ხმით ვიცნობთ ასე. ხოჩა ღივო. მაგრამ მაიცა ჯერ ეგ არის. სიყვარულოდ მზიარს უპირისის კამარაზე. კარგი, შემდეგი. კარაკერია. მაიცერამაცი. რომესია. რომეცერე ბრანდად. როგორ მიყვარხარ დანიშ? მეც მიყვარხარ. რომადამია.
გამოძნებიც რა ჩვენ რომია რომეციატია ზამეციეცე რომელი საათია რომელი შენს გაგებას ვიწყებ მე კი გვეძრება შეშა რა თქმა უნდა ძლიერ გვიანა ვინც არ მასწავლებს მწარეს კულა დაიღეს ბიჭებმა კიდევ ერთი ლექსი გვექნება რა ძალიან მომტოვებთ ესე რა შენზე დარიაცო სამზე გარამზე მზე ზაბერან კომბერსეო ცამბიცა სებეტუჩები დებეჭები როგორ შენი ტუჩები ისე ტკბილია როგორც ბადაგი დადუღებისა ხო ეგ არის არ გოლანებიდან გოლი ძალიან უგიხარი ვინე მაგრა გხდია თამაში პროცესი მომწონდა მომეწონა მაგრამ ძალიან მომისმინე რაც არ უნდა წავაგოთ ლიდერბეთი იხდის როგორ არის იცი როგორც ასე ვარ ნერვიულო ქეშფე თუ ლიდერბეთი იხდის მაშინ მე შენ წავაგო პატარა შენ პრობლემა და გაროცრისენსი მერჩონციაქს კარტო კაკეტი ემერეტი იმერეთ ხალხები და რაჭა ყველა ეგ არის სამშობლოა კი საყვარელი საქართველო მე პატარა ქართველი ვარ კავკასიის მთების შვილი და განცხრული ცხრაყოფის შეიძლება რა ილო შეიძლება შენი ჟანრით რო ეს დასაწყისი მაჩ მე პატარა ქართველი ვარ მე პაწაწუნა ქართველი პაწაწუნა კავკასიის მთების შვილი პაწაწუნა ქართკახეთი იმერეთ სო კარგია ჩემი პაწაწუნა გურია და ჩემი ულამაზესი სამეგრელო მე ამ პაწაწუნა ქვეყნის ერთი პაწაწუნა შვილი ვარ მე ჩხუბში გადადიხარ მე ოკეი კარგი შემდეგი განვაგრძოთ სვენჩერიც რა მიცი მერი სანძომიცი კალაძე წუხარე იყო ვით შემოდგო აფეთქებული ეს ორივემ გამოვიცემდა მინდა მინდა რამადაგვა ჩვენია არა ჩვენი სამთებური არ არის არა დანიშ დიდი მადლობა ძმაო ბრავო დანი ავაცი მადლობა დიდი მადლობა დანი პოეზიაში ძალიან ძლიერებია თქვენ და შენ მარგები აღმოჩნდით კი ნამდვილად ამ თამაში თქვენ მოიგეთ ამ თამაში თქვენ გაიმარჯვეთ ამ თამაში თქვენ დაგვანგრიეთ შემდეგ თამაშში გელოდებით და ამ თამაშს ქვია ბატონო მიშა ბატონო მიხეილ ამ თამაშს ქვია 2-1-ში 2-1-ში კი 2-1-ში აი ხედავთ მონიტორს იქ აისახება ცნობილი ადამიანის ფოტო რომელშიც ჩაქსოვილი შესისხლ ხორცებული იქნება მეორე ადამიანის ფოტო მეორე ცნობილი ადამიანი ჩვენ ორივე უნდა გამოვიცნოთ ოკეი დასწრებაზეა ესეც აბა წავიდა ოპა ორივე ვიცი მარდა შენ უკვე მეორეს ვიცი ორივე დავარ იმ მოტივით რომ შენ გეცოდინებოდი კაცო ხო და მიდი თქვი მაგრამ ორივე უნდა ორივეს ვიტყვი ოდე თქვა ბურჯანაძე ერთი კი ბურჯანაძე არის და ნიკა ქავთარაძე არის ქავთარაძე ვერ იცანი ბურჯანაძე ვიცანი და ქავთარაძე ორიგინალი რა ნიკოლოს ვერ იტყვი რა სამბოლი არ უხდება რა ამას აუცილებლად გამოვიცნობდი მე გეტყვი რატო აი აკრო მოდიოდი ნიკა ქავთარაძე ხა ყველა ჰიპოსტაში ვიცნობდი მაგრამ აქ რომ მოდიოდი ტელევიზიიდან მოდიოდი და ფორმულადა რომ გაიღო ლიფტი გამოვედი ნინო ბურჯანაძე დავინახე ვიღა ფორმულაში მიდიოდა სტუმრად რაღაც გააცემაში რა და გამოყვა იქ ქავთარაძესთან ბარე გამოყვა შანსიერება რომ არ სადმე არ წაგდგომოდა ვიგეთ აბა შემდეგი ოპ
მიშამ შვილდაძე და მერაბ სეფაშვილი. ნუ მიშამ შვილდაძე არის თავისთავად. ეს მიშა. მიშა არის კი, მაგრამ ესეთი წითელი მაისური თვისელი. მოიცა არ იმასხეთ რა, უნდა გამოვიცნო. ვის დაასვეს? მოდი ნიკო, მარტო მერაბი ხო არა. თუმარო მიშასი არ არის. მა მიხდება ის. ხო გადავინერგე. აი მე გადანერგილი მა. აბა მერაბ სეფაშვილი მგონია მე. გამოვიცნო. რაში? შემდეგ. ვანიჩკა ძალიან ვაგებ, რო ვაგებ თე კატასტროფა არ არის. აი მიშა მე, ხომ არა. გვარამია და ნიკა გვარამია. არა, ჯაკი და ნიკა გვარამია და ნიკა გვარამია, ხო? ბიჭო, ნიკა გვარამია თვითონ. კობახიძე არის წითელი. არ ვიცი, აი ხა წითელი მოიცა, მოდი ვიმსჯელოთ რა, ერთი წუთი რა. ხო არ გამეორდება. ხო, ნიკა გვარამიას არის. სახეც ხო ნიკა გვარამია. ვერიც ხო ნიკა. ეხლა შეიძლება პიჟაკი აცვია სხვის, ანუ თავი ჯაკი უნდა მივხვდე. სათვალეებს ესეც არ ხმარობს ზუსტად. ყურები არ არის თავისი. ბიჭო, მოიცა. გახარია. გვარამია, გახარია. ნახე როგორი რიცხვება. ვიღაც არის, იმიტომ რომ გახარია წითელი ხალხი ახოლდე კი. ხშირად. კი. მე მგონია გახარია. ეს რა, თავი არ იქნება. თან გვარამია, გახარია. იცი რა, გახარიას დაწენა სტატუსი რა ვაყველაფერი მე მგონი ვეთანხმდი, მე მგონი ვეთანხმდი. გაერთიანე. ნინო დააჭირა ხელი. ლოგიკა. აი, იმათ აქვთ. ხოდა აუ. აუ, ეგეთ. გვარამია და გვარამია. ეგეთ ვიფიქრე. მიშა გვარამიაში. ეგეთი თან რა ეგეთი რაღაც არ ქონია. ბიჭო, არასდროს ეგეთი გამოცდილებაც არ აქვს, რომ ერთი და იგივე ადამიანი ორი. ეგეთი არ გამი. შემდეგი თუ შეიძლება და ცოტა ნუ გვაბნევთ. ეს ის არის. ორივე გამოიცანი. ვოლსკი და გახარია. არა. ვოლსკი და გახარია. რა, ცხოვრებაში მგონი ვიღაც ვოლსკი და გახარია. იმათმანთეს. იმათმანთეს. ვოლსკი და გახარია და მე უნდა მეთქვა რა. ვოლსკი და გახარია. აი ესე ასტოროს. თქვენი ვერსია. და მე მჯო ვოლსკი და გახარია. ოკეი, თქვენი ვერსია არის ვოლსკი და გახარია. თუ იმათ არის. არა, ერთსამ. არის შანსი რომ ვოლსკი და გახარია კი არ იყოს ის პრემიერი რა ერქვა ადრე რო იყო და მე რო აღარ იყო. კვირიკაშვილი. კვირიკაშვილი ნუ ამბობ ხა შეთავია. ხო. კვირიკაშვილი მგონია მე. გახარია და მარცხნილობა კვირიკაშვილის მიხდა ეს. ვოლსკი არ არის და კვირიკაშვილი არ არის. ვოლსკის ესე ლამაზად თმები არა აქვს ხო. ბიჭო, ვოლსკის გავს. თლიანობა. ჯამში. აი საიდუმლო ამოხსენე. ვოლსკის იმ ფოტოზე, რომელიღაც ფოტო არის ვოლსკის ცნობილი აუ, მაგარი მაჩვენეთ რა, ორივე გვერდიდან რო იყო. აიერო ბოლოსთან გადავხვი. ეგ არის. ის მეორეზე შეიძლება. ოპა, მელია და მეორეცი. ხარი ბაშვილი. კი, და უკანასკნელია. ღარიბაშვილია. შემდიდარო. ღარიბაშვილია. არა, ნიკა მელიას თუ გამიცავ ღარიბაშვილზე, გამოდის არველაძე. კი, არველაძე. მესამე ტყუი არველაძე. აი, აუ როგორ და კიდე ერთ ფეხბურთელს გავს, არა, ცხადაზე. მაგრამ ცხადაზე გავს. არჩე ოპოზიცია და ეს როგორ არიან ეგენი თუ გაერთიანდნენ ორი კაი ფეხბურთელი გამოგვიო. ანუ მინიმუმ სარგებლო გადავრჩებით რა. ამ სარგებელს მივიღებ. შემდეგი თუ შეიძლება. მოიცა ეხა კითხვა მაქვს მე. ეს ფოტოშოპია თუ ახლა მართლა ესეა და პირდაპირ ამ ფოტოს ფოტოშოპი აღარ ჭირდება. ალეკო მე არაფერს ხველი არა ვარ, მაგრამ მასა რაღაც ვარ. ამას დავარქვათ ხელოვნური ელონური ინტელექტის გადავა. ინტერნეტისგან. ოპა. შავა, ნახევარშოიდა კავკასიის წამყვანი, ხო მგონი? ნო. აკუბარდიეს არ მითი. არა. ჭელი პოლიტიკოსი იქნება. არა, ახლა ყველა პოლიტიკოსი იყო და ამიტომ არ ამგონი ერთ წამყვანი ყოფილიყო. შავა ნათელაშვილი და ვინ? ეგ არის.
ოქრუაშვილი ხო არ არის? ო, თქო, მეც მაგას გეუბნები კი. ხო. ეგ არის. კი, ეგ არის. მაგის ვარსკვლავი ეგ არის. კი, ოქრუაშვილი. ოქრუაშვილია შეხსნილი. აი ამას ვაკეთებ. მარცხნილობა და მე კიდე ასე მიხდის, აი შეხსნილი პერანგი. აი ამაზე ხო. დამსახურებულად გაიმარჯვეთ ძმაო. მიხეილ, გამოიცანით ახლა ძელ. ბიჭებმა ყველაფერი დავდეთ. თავ ჩაქინდრული შენთან მოვდივარ და გამარჯვების დიდ თასს გადმოგცემ ლიდერ ბეთისგან უკონტაქტო ბარათს ლიდერ ქადი რომელზეც 500 ლარია და არის წული 500 ლარი იშა მადლობა ძალიან მადლობა თქვენ მადლობა დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა აი ასე მეგობრებო, გამოდელი გადაცემაც დასრულდა. რაოდენ გასაკვირის არ უნდა აბა რა. გადღე გვაქვს? მაგრამ ყველაფერი კარგი არას კარგად სრულდება. მოკლედ მეგობრებო, დღეს არის ორშაბათი, ეს იყო შოუ მთავარი ბიჭები, ერთმანეთს ზუსტად ერთ კვირაში შევხვდებით, ისევ მთავარ არხზე და ისევ შოუში მთავარი ბიჭები.